იხდებოდა. ქალები იყვნენ სამსახურებში, იყვნენ ოჯახებში და სხვის ოჯახებში. რა თქმა უნდა, იქნებიან შევიდნენ ქალებად სამუშაო ადგილას. რაც იმას გულისხმობს, რომ ისინი ალაგებენ, საერთოდ აკეთებენ და არაპროფილ სხვა საქმეს ასრულებენ, რომელიც ისეთივე არაანაზღაურებადი და არაღიარებადი შრომაა, როგორც საშინაო შრომა. თუ საბჭოთა კავშირში იყო დიდი წნეხი, იდეალური ხალი, თითი საჩვენებელი მუშა და მუსლიმები დედა, კაპიტალისტურ სამყაროში ხალხი წნეხი ასად გამკრავა. თითი საჩვენებელი მუშის სტანდარტი წარმატების ხალის იმიჯით შეიცვალა. მეოჯახეობა და წესიერებადი კვლავ გადამწყვეტია ხალის შესაძლებლობისას. სამუშაო ბაზარი კეთილ შეიცვალა. ინდუსტრია მომსახურების სფეროში ჩანაცვლა. ჩვენ პირველი სამსახურის როგორც უამრავი სტუდენტისა და კურსდამთავრებულისა სამსახურის მომსახურების სფეროს უკავშირდება. ჩემი გამოცდილება სამუშაოსთან დაკავშირებით უფრო სხვანაირია ჩემი იდენტობიდან გამომდინარე. სასტუმროს ადმინისტრატორი უნდა მოწესრიგებულად უნდა გამოიყურებოდეს. თუმცა ძმის გახმარების შემდეგ შეუძლია უფროს მოვიდეს და კითხრას, რაც გავხარ ცოტა მაკიაჟი წაისვი ხალხს დაემსგავსე. ფილმი არ უნდა მოიშორო და უნდა აიტანო პირადად და ირიბად მომართული სექსისტური და ჰომოფობიური განცხადებები, როგორც კლიენტების, ასევე თანამშრომლების მხრიდან. გარდა იმისა, რომ დედა ჩემთან ერთად მიწევს საოჯახო საქმეებისა და სამსახურის შეთავსება, ამას ემატება სტრესი თვითგამოხატვის შეუძლებლობიდან გამომდინარე. ასაც მორგებული გარეგნობა და ქცევითი მოჩინება კიდევ შანსს არ დარჩეს არსებულ მინიმუმის გარეშე. ჩვენი პროფესიის დამახასიათებელია მომსახურების სფეროში გაწეული შრომისა და ანაზღაურების შორის კატასტროფული შეუსაბამობა, რაც ჩაკეტილ წრეში გწევს. განვითარებისათვის არ რჩება დრო და ენერგია. ეს განვითარება ან კიდე ეს